მოგესალმებით. რაღაცა მინდა გავიხედოთ თქვენს სტუდენტობის პერიოდში და მოვიყვეთ, როგორ იყო თქვენი სწავლის ფორმა, მიდგომა, შეთავაზება. იმდენი რამე ხდება, ეხლა ვფიქრობ, რომ ნეტა ადრე როგორ გასწავლიდნენ. მე ძალიან ისე ძიმე სტუდენტობა მქონდა, პრაქტიკულად სტუდენტობა არ მქონდა, პირველი 4 წელი. 24 საათი მეცადინეობდით, იმიტომ რომ ამერიკული პროგრამით წარმოუდგენელი დატვირთვა იყო, იმიტომ რომ შენ კონკურენცია უნდა გაგიწია ამერიკელი სტუდენტისთვის, რომელიც იქ სწავლობდა. ხო და ძალიან დიდი დატვირთვა იყო. ეხლა რა საშუალებებიც არის, ხო, მარტივად რო გითხრა, ანიმაცია არ არსებობდა, ხო? ანუ 3D ანიმაცია, რომ ანიმაცია ხო თქვენ მულტიპლიკაცია არ გეგონოთ უბრალოდ, აი ეს რო შეხედო ყველა მხრიდან რაღაცა ორგანიზმს, ხო? შეგიძლია გაიკეთო ესე 3D იმაში რა ქვია, ნახო ანატომიას. ანუ რა ვიდეო ნახო, სადაც 3D შეატრიალებ ამ პროგრამა გადმოწერო ანატომიის, სადაც ანუ მართლა ხვდები. ყველა რაკურსი 360 დაულე და ჩვენ მაინც ორგანზომილებაში ვიყავით. ხო, და ორგანიზმი მულაჟიც არ გაგაჩნდა? მულაჟი ჩემ დროს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო, მაგრამ მე არ აი, ყველა ესწრებოდა მშობიარობას, ესე მომისმენია. რაღაცა მუცლისხმის ოპერაციას, ასე იყო. იყო. არა, ჩემ დროს ახლა მე რთულ პერიოდში ვსწავლობდი, მაშინ ეროვნული მოძრაობა იყო და მთელი ამბები იყო, მიტინგები და 9 აპრილი და ასე შემდეგ, ამიტომ საინტერესოც იყო ერთის მხრივ და ძალიან ჩართულები ვიყავით ყველაფერ ამაში, მაგრამ რაღაც დანაკლისი მაქვს მაგ მხრივ, რომელიც შემდგომ აღვიდგინე, იმიტომ რომ მე თვითონ ინტერესი მქონდა რომ ეს მისწავლა, მე თორე მაგ პერიოდში იყო რომ აი ხარვეზები მახსოვს მე და მართალი თქვა გიორგი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ადამიანმა ისწავლოს და ნუ ჩემ დროს რა იყო, ეხლა თუ შევადარებთ, მაშინ რუსული წიგნებიდან ქართულიდან ერთმანეთს ვადარებ, მეტი არაფერი საშუალება არ მქონდა და ამიტომ ორი წიგნით ხელმძღვანელი პრაქტიკა არანაირი. იყო როგორ არა, მაშინ ძალიან კარგი სკოლა იყო, ქირურგიის, არა, კი, როგორ არა, დავდიოდით და ძალიან მიხაროდა. მე ვარ პრაქტიკული ექიმი, იმის გამო რომ ზუსტად აი ეს მიყვარდა რაღაცა, რომ ის დანაკლისი ალბათ რაც თეორიულ ნაწილში მქონდა უნივერსიტეტში, ხო, ამას აღვიდგენდი ყოველთვის აი ოპერაციების დასწრებით, ღამე მორიგეობით, რაც ეს მიხაროდა და მომწონდა ეს ყველაფერი, აი რაღაცას თითქოს უფრო მეც ვსწავლობდი და იქ უფრო მეც ვკითხულობდი კიდევაც. დღეს შეიცვალა ეს ყველაფერი და რაღაც სულ სხვა პირობებში უწევთ თანამედროვე სტუდენტებს სწავლება, ხო? რაღაც 1000-ნაირი კაბინეტებია უკვე საკუთარი უნივერსიტეტის ფარგლებში აქვთ ხოლმე, ხო? ეს კაბინეტები სადაც აქ შევლენ იმ პროფესიის მიმართულებით, ხო, რაღაც სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების და ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ცოდნას იძენენ ძალიან ბევრნაირი მულაჟი, ჯერ მარტო ჩვენ ამდენი გვინახავს, ხო, ჩვენსავე სტუდიაში. ამიტომ დღეს სულ სხვა მატერიალურ რაღაცა ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. შესაძლებლობები აქვს მართლაც. ვისაც უნდა სწავლა ის ვისაც უნდა სწავლა მე ვიზიერ დროს ისწავლის, მაგრამ ეხლა ბევრად გამართლება. უფრო თვალსაჩინოების მხრივ ბევრად აფრადველია. ისე შენ რა ხდება ლევან სამსახურში? ჩვენთან ძალიან გადიან, იმიტომ რომ საუნივერსიტეტო კლინიკებიც არიან, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა. ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკაა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები დადიან ჩვენთან და მეც ვასწავლი კარდიოქირურგიას. კეთილი, მაშინ ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვესტუმროთ ამ ალტე უნივერსიტეტს, ოღონდ ცოტა დისტანციურად, ჩვენი ვიდეო კამერის დახმარებით და ნახოთ იქ როგორ ეუფლებიან სტუდენტები სწავლას, რა პირობები აქვთ დღეს სტუდენტებს იმისათვის, რომ მიიღონ შესაბამისი სამედიცინო განათლება. ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთო სკოლა ამზადებს კონკურენტუნარიან კვალიფიციურ საერთო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო პროფესიონალებს. ჩვენთან სწავლება აგებული არის ისეთ თანამედროვე სწავლის მეთოდებზე, როგორც არის პრობლემების დაფუძნებული სწავლება, კლინიკური შემთხვევების განხილვა, პაციენტის საწოლთან სწავლება, სიმულირებული სწავლება და სხვა. სიმულაციურ ცენტრში შესაძლებლობა გვაქვს, რომ თანამედროვე მულაჟებთან მუშაობით დავეუფლოთ პრაქტიკულ უნარჩვევებს. კონტროლირებადი სასწავლო გარემო სტუდენტებს შესაძლებლობას გვაძლევს თანამედროვე მულაჟებთან მუშაობით დავეუფლოთ ძლიერ პრაქტიკულ უნარჩვევებს. აქ პროცედურებს რამდენჯერმე ვიმეორებთ, ასევე ვსწავლობთ პაციენტთან კომუნიკაციას და ლექტორებისგან ვიღებთ მუდმივ უკავშირს. ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ამზადებს
კვალიფიციურ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამეცნიერო პროფესიონალებს, რომელთა განათლების და ცოდნის დონე სრულად პასუხობს განათლების მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს. სწავლება დაფუძნებულია ისეთ თანამედროვე სასწავლო მეთოდებზე, როგორიც არის სიმულირებული სწავლება, ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენება, პრობლემას დაფუძნებული სწავლება, პაციენტის საწოლთან სწავლება მცირე ჯგუფებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე არ იყოს ორიენტირებული და მისი პროფესიული განვითარება და პიროვნული იდენტობა ერთდროულად ვითარდებოდეს სასწავლო პროცესში. სწორედ ამიტომაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა და სიმულირებულ გარემოში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ერთად შეირწყას კლინიკურ გარემოში, სადაც აკადემიური პერსონალის ზედამხედველობით სტუდენტი პაციენტთან მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას. კონტროლირებადი სასწავლო გარემო სტუდენტებს შესაძლებლობას გვაძლევს მომავალ პროფესიულ საქმიანობას მომზადებულების შეხვდეთ და ამავდროულად რეალურ პრაქტიკაში სრული პასუხისმგებლობით და თავდაჭერებით ჩავერთოთ. ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის ძირითადი კლინიკური პარტნიორი არის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც განთავსებული არის ჩვენი სკოლის სასწავლო ფლიგელი, სადაც სტუდენტებს ხვდებათ მაღალტექნოლოგიური გარემო და კვალიფიციური ექიმები, რომლებიც მუდმივ მენტორობას უწევენ მათ სასწავლო პროცესში. ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი წარმოადგენს მულტიდისციპლინურ ჰოსპიტალს, სადაც ყოველდღიურად მიიღება ურთულესი კლინიკური გადაწყვეტილებები. ჩვენი და ალტე უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოადგენს უკვე ხანგრძლივ და ერთმანეთთან აპრობირებულ და ერთ მნიშვნელოვან, ასე რომ ვთქვათ, საქმეს. უნივერსიტეტისთვის და რა თქმა უნდა, ჰოსპიტალისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ხარისხზე აგებული მედიცინის მნიშვნელობა. ყველაზე კარგია თუ რა დონეზე მომზადებული სტუდენტები მოდიან ჩვენთან ჰოსპიტალში და მინდა აღნიშნო, რომ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ძალიან კარგად მომზადებული სამედიცინო განსაკუთრებით ბაზისურ დისციპლინურ საგნებში, რაც ძალიან გვიადვილებს შემდგომში, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ კლინიკურ პროცესებში მათ ჩართულობას და მათ ჩართვას. ჩვენთან კლინიკაში სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სამედიცინო პროცესებში, ექიმთან ერთად ესწრებიან პაციენტთან კონსულტაციებს, მათთან ერთად გეგმავენ დიაგნოსტიკურ თუ მკურნალობის პროცესებს და რეალურ სივრცეში სწავლობენ სწორი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებას. იმისათვის, რომ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სწავლა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ალტე უნივერსიტეტს აქვს მრავალი საგრანტო პროექტი და შიდა დაფინანსების გზა. ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს 60-ზე მეტი პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტი გზას გვიხსნის გაცვლითი პროგრამების და დამოკლებადიანი პროგრამების მეშვეობით შეგვიძლიათ წავიდეთ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის თურქეთი, იტალია და სხვა მრავალი ქვეყანა. პარტნიორ უნივერსიტეტებში პრაქტიკა გვეხმარება იმაში, რომ გავიაროთ საერთაშორისო პრაქტიკა სამედიცინო სფეროში და ჩამოყალიბდეთ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან პროფესიონალებად. ჩვენი პროგრამა აღიარებულია ესეთი ორგანიზაციების მიერ, როგორც არის მედიცინის განათლების საერთაშორისო ორგანიზაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რაც საშუალებას აძლევს ჩვენ სტუდენტებს იყვნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. ისინი აღჭურვილი არიან დასავლური სტანდარტების შესაბამისი თეორიული ცოდნით, გამყარებული აქვს უნარები და გააჩნიათ ყველა ის პროფესიული თუ მორალური ღირებულება, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას წვრილი შეიტანონ თანამედროვე სამედიცინო გამოწვევების გადაჭრაში. ალტე უნივერსიტეტი ზრდის მაღალ კვალიფიციურ სამედიცინო პროფესიონალებს, რომელსაც გააჩნიათ ყველა ის უნარი, ცოდნა თუ პროფესიული თვისება, რომელიც ჭირდებათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის.